მეგობრებო, აუცილებლად მინდოდა მეჩვენებინა ეს ტორტი. გარეგნობას ნუ უყურებთ, დიდი არაფერი არ არის მორთვა მოკაზმა, უბრალოდ მინდა ზომა. ეს არის 2 კვერცხიანი ტორტი. დიამეტრი იქნება ალბათ 20 სანტიმეტრი, იმიტომ რომ გადავზომე და მოპროპიო adesso. No, quello che stai facendo sto dicendo. Madonna mia. მოკლედ, ის მინდოდა მე სულ წვრთნაში მყავს ერთ ჩემი ქმარი და მაინც არ გამოდის. მოკლედ, ეს მინდოდა მე თქვა რომ 2 კვერცხი სიმაღლე გაჩვენოთ. სიმაღლე არის სადღაცა 3 თითის სიმაღლე. ხო, 3 თითის სიმაღლე იქნება და დიამეტრი არის 20 სანტიმეტრი. ჩემი ერთი დიდი მტკაველი არის 20 სანტიმეტრი. მოკლედ, ეს მინდოდა მეჩვენებინა და მე თქვა 2 კვერცხი. დანარჩენს მოგახსენებთ ახლა ვიდეოში. როგორ შემოიჭყიტები ხოლმეო? გამარჯობა. დაჯენანა და სკამდი. ეს არ არის დაჯდობა, ეს არის დაგდება. ვაიმე. ნუ ცოტა გადავრჩით, მაგრამ ცოტა არა. ხალხო, გამარჯობა საღამოშტობისა, ჯერ დამაცადეთ არა. მე თვითონ იმას ვიზავ, მოგესალმოთ. ფრთხილები გავიკეთე ახლა, იმიტომ რომ ის, რა ქვია, მუქი ფერის მწვანე და ლურჯი ფრთხილის ლაქები, მასლიანი კრასკა შემირცხვენია რა, ვეღარ ვიცილებ ხოლმე ვერაფრის დიდებით და ეხლა მომიარა მუზამ, გავიკეთებ ფრთხილები, ისე რა, ზერელეთ სადამაქამის ნერვი, ადრე რომ ვიკეთებდი ისე სადღა და ისა, ჭყუიალები დავიკარი, იმიდან გამოვიწერე, ავონიდან გამოვიწერე ჭყუიალები. იტყვით ახლა ამ ხელაქალი ხარ და თავში ტვინი არა გაქო. არა მაქვს, რა პრობლემა? ან ის ჩანს, არა ჩანს. ჭყუიალები არა, ისა, ვარსკვლავები, ხო და ვიფიქრე, გავიხალისებ ცხოვრებას. სხვა თუ არაფერი ფრთხილებს გავიხალისებ, თქო და თან ცოტა დავამოკლე ფრთხილები. ეხლა გრილა გათბობა ტყუილა მოვედი ხალხო და ტყუილა დავსკამდე, უნდა ავსკამდე ისევ და წავიდე და რატო წამალი მაქვს დასალევი და მე რო ეხლა აქ ვიდეოს შევყვე, ნახევარ საათს იქით გადავალთ, ხო სწორია და დამიგვიანდება და ისე ჯობია რომ ავდგე და წამალი დავლიო. ეხლავე მოვალ. ჩემი ტორტი თავარ მოსული, მაიცა. ჯობია რომ წამალი დავლიო რა, თორე გადამოვარდება გულიდან და კარგად იყავით. წამალი მიღებულია, ნანა მოსულია. ხო და გათბობა ჩავრთე, მაგრამ ამ ოთახში ეს მისაღებია, მაინც ყოველთვისა გრილა, იმიტომ რომ აქ არის ფანჯარა, აქ არის აი მის კარები და ეგეც არ იყოს ატაპლენია, აქ კარგად არ ახურდება, მოკლედ ძირში ამ ხელაზე რჩება ცივი და მოვიყვანეთ ხელოსანი და რა ვიცი მე ძველიაო და დალექიაო და ეგრეო და ფერაშველებაო და აქ ხო არა ვართ ხოლმე ჩვენ თითქმის არასდროს. თუ მე არ ავზივარ ვიდეოსთვის, ისე აქ არავინ არ არის. სტუმარი ჯვარი მოვიდა და სტუმარი სადღა აღარ არის. თმებიც არა მაქვს მიხედილი, ანუ დღეს გარეთ არ გავსულ ვარ. გავიდა ინოჩენტეს ცადა გასვლა, მაგრამ რაღაცა წვიმა ჭყაპი მოდიოდა და დავეტიოთ სახშიო და დავეტიოთ თქო. ტორტი ნახეთ, ჯერ მოვითავებ, სანამ უაზრო ქაქანს დავიწყებ, ბევრი ადამიანისთვის უაზროს, ხო? ჯერ მადლობა ყველას, მოლოცვისთვის, ყველა თქვენი კომენტარისთვის, ყველას დიდი მადლობა. პირადში დღეს რამდენჯერაც გავხსენი 20-25 მესიჯი იყო და რასაც ვახერხებდი და თუ ირვე გამოჩადა, მაპატიეთ. მადლობა ყველას. ეგ ერთი. მეორე. კომენტარებს რო გადავხედე, რამდენიმე იყო რომ ჭარხალიო იმ კომბოსტოს წნილში. არ უნდა მაგ კომბოსტოს ჭარხალი. ჭარხლიანი კომბოსტო არის სხვა რამე, ანუ ჭარხლიანი მწნილი. საერთოდ სხვა თემაა ჭარხლიანი და თანაც კიდე უმი ჭარხალი ერთ ღამეში არ მოკვდება. თან კიდე სხვა გემოსაძლევს და თან კიდე მაგ
მალასონი კომბოსტოს ნეტა რა ქვია ქართულად რა სიტყვა შეესაბამება ნაკლებმარილიანი არ ვიცი ნუ ახალ წნილს არ უნდა ჭარხალი ერთს კი უპასუხე და დანარჩენებზე არ მიპასუხია მე მგონი არ უნდა ჭარხალი არაფრით საკმარი ფერისთვისო არ უნდა მაგ წნილს ფერი არა ჭარხლიანი კომბოსტო სხვა რა ის სხვანაირად იდება და სხვანაირი წნილია ის არის წნილი კარგი ხო ეგავ თქვი კიდე რა იყო ხალხო თუ რამე იყო ისეთი რომ ჩემგან პასუხს მოითხოვდა არ ვიცი მანგოვო ძალიან ტკბილი ხილი არისო და თქვენ რა გგონიათ ხალხო მე რაც სახში ხილი მაქვს რომელიმეს ვჭამ არა თქვენ არ იფიქროთ რომ მე ის ადამიანი ვარ რომ არ იქავ ეძგერები და ვერ ვითმენ არა მეც არ მეგონა თუ ასეთი ვიქნებოდი და მე ვინმეს რო ეთქვა რომ შაქარს ამოიღებოდა ტკბილეულს აღარ შეჭამო არ დავიჯერებდი არაფრით მაგრამ ძალა აღმართ სახნავსო შიში ოხერიაო და კიდე ბევრი ანდაზებია მაგის შესატყვისი და რა კიდე დააცემინა ამან ბრაზდები რო ცივდება ხო და მანგოზე გადავიტან დღეს მე ნესვიც გავჭერი მაგრამ გემოთიც არ ვიცი როგორია საერთოდ გემო არ გამისინჯია დღეში ერთი ან ორ მანდარინს თუ შევჭამ ეხლა ზაფხულში ვჭამდი 1-2 ნაჭერს ან ცოტა მეცაც ეგეთ ნაჭერს კი არა აფხელა ნაჭერს საზამთროს ზაფხულში გადავიარე საზამთროთი და სხვათა შორის არაფერზე არ მაწყი უზომოთ არა ცოტა და ეხლა პორტოხალი არ შეიძლება მსხალი არა ხანდახან შეიძლება ვაშლი ვჭამო ხოლმე ამბობენ რომ ვაშლიო შაქარი ვისაც აქვს კანიანა უნდა მიირთვასო კანი გაუთლელადო რომ მოკლედ გადამუშავების დროს ის ახანგრძლივებს გადამუშავებას პროცესს და სისხლში აღარ შეიწოვება შაქარი თუ როგორც არის ხო და ხანდახან შეიძლება ვაშლი შევჭამო და დანარჩენი ჩვენ ყურძნობას რო ყურძენიც აქონდა კარალიოკი ეხლა ეს კვირა არის რომ აღარ აქვს ხურმა და კარალიოკი თორე მე ხელი არ დამიდია არ გამისინჯია რა გემოა წელს აბსოლუტურად არ ვიცი ლეღს არ გავკარები არაფერს ერთ მანდარინს დღეს მაგალითად არც მანდარინი არ შემჭამე არაფერი არ შემჭამე იმიტომ რომ ნამცხვარი გავიკეთე ტორტი ხო ნახეთ ნუ უნდა მივაბა და უკვე ნახავთ ტორტზე უნდა მოგახსენოთ მაინც ბევრი ლაპარაკი გამოდის რა ვქნა ხალხო ვინც ჩათვლით რომ ძალიან ბევრს ქაქანებსო გამანებეთ რა თავი ტორტზე ახლა მოგახსენებთ ძველები ვინც ამყეხართ და ვინც ეგ ჩემი ტორტის რეცეპტი იცით ანუ ტორტის ბისკვიტის რეცეპტი რომელიც მე აღარ ვეშვები მაგას და მაგას მაგ მეთოდით ვაკეთებ ვინც ძველებმა იცით ხო კარგი მაგრამ მოთმინება გამოვიჩინოთ რომ ახალი თუ ვინმეა და თუ ვინმე ახლები მყვანან იმათაც ვასწავლოთ მე მაგალითად ერთ-ორ ადამიანსაც რომ ვასწავლო რა ის კი არა რომ სწავლება არა უბრალოდ რაღაცა ახალი და უკეთესი გავაგებინო ეგეც ძალიან გამიხარდება მე ეგ მეთოდი მასწავლა ჩემმა პარიკმახელმა ადრე სახში მოდიოდა ხოლმე გოგო პარიკმახელი ხო და იმან მასწავლა და იმანა თქვა რომ მე კიდე ჩემმა ერთმა კლიენტმა მასწავლაო რა არის ამაში ცუდი ერთმანეთს რამე გაუზიაროთ ეხლა მიუბრუნდები ჯერ ამ ჩემს ასკეთო მე ხო იცით შურიანი რა ამბავია და ისა და მეც მომინდა ტორტით ხო გითხარით და უნდა გავაკეთო მეთქი საშინელება გამოვიდა არ ვიცი ხო რამდენად დაინახავთ ან რომელი მხრიდან გაჩვენოთ რომ უფრო სტრუქტურა და განახოთ სტრუქტურა აი ზემოდან უსვია თხილის კრემი რომელიც ფიქრია გამომიგზავნა იმედედა აი ეგეთია მოკლედ რა გავაკეთებ 2 კვერცხი 100 გრამი იოგურტი თუ კეფირი რავი რომელი იყო ის სტევია დამატკბობელი შაქრის შემცვლელი კაკაოიანი სტევია და ისა რა ქვია 2 სუფრის კოვზი სახამებელი გავუკეთე რომ ფქვილი არ გავუკეთ ნეტა გამეკეთებინა სერი ფქვილი ანუ ცეხვილი ფქვილი რა ნეტა ის ფქვილი გამეკეთებინა 1-2 კოვზი უკეთესი გამოვიდა
ხო და ეს გამოვიდა რაღაცა ჩაწიდავებული, ჩაძოზლუპული. ჩემი ბრალია ცალსატკე უნდა გამეთქვიფა გულიცილ დამეზარა, მოკლედ აი ესე მიურმოურია და ჩავასხი და გამოვიდა ეს. გემოზე ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, შოკოლადის გემო აქვს, ეს მაღლიდან თხილის კრემი უსვია. ესეც ამაშიც შაქარი არ არის. ხო და მოკლედ მეც მქონდა და მივირთვი. რო გითხრათ, რომ ინოჩენტის ტორტივით კარგი იყო თქო, არა, იმისი კარგია. ინოჩენტემ უნდა ცოტა მაინც რო ჭამოვო, არა მე ვთხარი არ შევჭამდგო. დავნამე ინოჩენტის ტორტი, დავნამე ლიქიორი ბაბათი, მოგვართვეს ეგ შარშან ნაპოლიდან, რა ვიცი, ექსკურსიაზე რომ მიდიან ხოლმე, იქიდან ჩამოაქვთ. ბაბა არის ნამცხვარი, რომელიც რომში არის დასველებული და მოკლედ ეგეც რაღაცა ეგეთი ლიქიორია, თან ის არის ბაბა, თან ლიმონი, მოკლედ არ ვიცი რა, რძესავით არის, ძისფერია. მაგით დავნამე. ეხლა რა მინდა გითხრათ, ჩემი ამ ბისკვიტის საიდუმლო სწრაფად მოვითაოთ ტორტის საქმე. უკვე ხანამდე ხანია საუბრობ. ეგ ტორტი, რომელიც თავიდან გაჩვენეთ, არის აი ერთი მტკაველი, ჩემი ერთი მტკაველი, რასაც აი ეს დიამეტრი არის, აი ამ ხელაა. დაახლოებით ორი კვერცხია, ორკვერცხიანი ტორტია, რასაც ორი კვერცხის ტორტს აკეთებთ, ორი კვერცხის ცილა, ორი კოზი შაქარი, ცოტა მეტი გაუკეთე შაქარი, ალბათ რა, ნახევარჭიქის პლასტმასჭიკა, ორ კოზე ცოტა მეტი, სამი კოზი ფქვილი ცოტა მეტი უნდა და რატომ? რამდენ კვერცხსაც აიღებთ, 4 კვერცხს თუ გათქვეფავთ, 4-ს ან 5-ს, გამოიყენეთ 10 კვერცხიანი ყალიბი, 10 კვერცხიანი ტორტის ყალიბი. და იმით გააკეთეთ, გამოდის ჩვეულებრივ ამ ხელას 3-ად გავჭერი. ნუ 2 ნორმალური და 1 ცოტა თხელი. ხო და რის თქვა მინდა, 2 რო განაწილებთ ცილას, გააცალკევებთ ცილას და გულს, იმ ცილას რამდენი კვერცხიც არის, იმდენი ნახევარი კვერცხის ნაჭუჭი წყალი უნდა. კვერცხს ხო გატეხავთ და ნახევარი ნაჭუჭი ხო დაგვრჩება, იმით რამდენი კვერცხიც არის, იმდენი ცივი წყალი. ნაჭუჭს გავავსებ, ნახევარ ნაჭუჭს რა და ცივი წყალი ჩვეულებრივი ონკანიდან ვიღებ, იმდენს დავასხავ და დავიწყებ თქვეფას. რა თქმა უნდა, ცილა არ გამოვა ისეთი, რომ ძალიან მყარი იყოს, მაგრამ უკვე შაქარს რო დაამატებთ უკვე თავიდან უშაქროთ. ჩვეულებრივ რა. და გამოდის ასეთი ბევრი. მე ტორტს აუცილებლად ყოველთვის ადრეც როცა ჯეილი ვიყავი ახალგაზრდა, ნუ ამბობო ისაო სიბერეო, ნუ ამბობო ახალგაზრდები ვართ, ჩიმაგварება თქო, ახალგაზრდები ვართ, აბარა, მაგრამ უფრო ახალგაზრდა რო ვიყავი, მაშინაც, როდესაც არავინ არ უკეთებდა და როგორ შეიძლებოდა ტორტის ბისკვიტში, მე ჩუმად არავის არ ვეუბნებოდი, იმიტომ რომ მეშინოდა რომ ყველა დამცინებდა და შეიცხადებდნენ, აი ქვაბებში რო აცხობდნენ ტორტს, ჭურჭლის სტილო, ჩაის სტილოს ამოაკრავდნენ იმას საფარებელს და მთელი გრძნობებით ხო გახსოვთ? მე მაგ დროს ჩვეულებრივი შეშის, ფეჩის ღუმელში დუხოვკა რო ქვია, იმაში ვაცხობდი ტორტებს. ვინც ვიცნობს, ბევრი მიყურებს ახლა ჩემი რძალი ხათუნას თამადობით, იციან როგორც ვაცხობდი 3-4 ფრიზა. ფრიზის ნაჭერი მინდოდა რომ ტორტი გამომცხარიყო. და მაშინაც უკეთებდი სოდა ძმარს. და ეხლა აუცილებლად ვუკეთებ გამაფხვიერებელს. მაგრამ ეხლა მე მგონი ყველა უკეთებს, იმიტომ რომ დაზღვეული ხარ, არ ჩავარდება, არაფერი არ მოხდება, ისეთი ბისკვიტი იყო, წუხელ რატო ბისკვიტი არ გადავიღე, იმას ვფიქრობ, რომ დაწოლიყავი, ისე და სიმძიმე დაგეჭირა, ისე აფუშფუშდებოდა. ხო და მოკლედ ეგ მინდოდა მეთქვა, რომ ფაქტიურად გიორმაგებთ კვერცხს და მე ფქვილს კიდე თქვენთან შეხედეთ, რა ვიცი, ხა მე თვალის ზომით ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ სიტყვაზე თუ უკეთებთ 1 ჭიქა ფქვილს ან ჭიქა ნახევარს, ცოტა მეტი დააუმატეთ, იმიტომ რომ იქ წყალიც არის. და გამოგივათ 5 კვერცხით, გამოგივათ 10 კვერცხიანი გადასარევი ტორტი. ეგ ჩემი უკვე ვიცი, 2 კვერცხს ვთქვეფავ და აი მოზრდილი ყალიბი არის და კარგად გამოდის.
ეგ მინდოდა ვინც არ იცის, ვინც იცით და უჩემოთ იცოდით, ან ჩემგანა და იცოდით, ხო კარგი, ვინც არა და მოთმინება ვიქონიოთ, რომ ვინც არ იცის, იმან გაიგოს. ეხლა დღესასწაულები მოდის, ჩვენ მაგალითად ჩემ ოჯახში ახალ წელს ტორტს არასდროს არ ვაცხობდით ხოლმე, ყველანაირი ნამცხვარი ცხობოდა გარდა ტორტისა. ტრუბოჩკები, შუები, რა ქვია იმას ნაპოლეონი აუცილებლად იდეალი აუცილებლად დათუნია, რავი 1000 რამე. 1000 და ერთი ნამცხვარი ცხებოდა ახალ წელს. მაგრამ ტორტს არასოდეს არ, რავი დედაჩემი დიდად რო გითხრათ, ტორტის გამომცხობი არ იყო. ცხობაც იცოდა დედაჩემმა, კეთებაც, მაგრამ ტორტები არა. ჩემი პირველად ვნახე ჩემი მეგობრის სახლში, რომ რასაბობო, ნანა ყოველ წელს ტორტს ვაკეთებო და მართლა ყოველ წელს იმისგან გავიგე რომ აკეთებდნენ ჩვენ გვერდზე კორპუსში ცხოვრობდა და ყოველ წელს აკეთებდნენ ნუ ის საცივი რაც იყო გოზინაყი ხო აკეთდებოდა და აუცილებლად ღამე 10 საათზე იწყებდნენ ხინკლის კეთებას. ხინკალს გააკეთებდნენ და ახალ წელს ჩვენ არასდროს არ გაგვიკეთებია ხინკალი ახალ წელს. მერე დღეებში შეიძლება რა ვიცი ისიც თუ ღორის ხორცი ისე იყო რომ სახინკლე იყო რა არ მახსოვს რა რო გითხრათ იმ დასაჭველებში ხინკალი არ იყო და ისინი ხინკლით და მე ძალიან მომეწონა ეგ აზრი აი ძალიან რა ხო და ეგრე ხო კიდე მორჩი ტორტზე ამბებს თუ იმეს გინდათ ცადეთ ახლა მოვედი იმ აზრით რომ უნდა მივირთვა მაგრამ არ მინდა რაღაცნაირად ერთი კომენტარი დაიწერა რომ 55 წლის ავართქო ხო თქვი და სახის მოვლისო რას რით როგორ უვლიო და ან საშუალებებიო კიდე რა პროდუქციას არაფერს ხო თქვი რაც მომხდება ან გარნიერის გამწმენდი ავონისაც ამაქვს მაგრამ რო გითხრათ რომ დიდად პატარა ის არის და უფრო აი როცა წადიმოდი მაგ მაშინ მიმაქ მომაქ ხოლმე ცოტა ხა ეს გარნიერის მიცელარული ხო აკვამიშელარე უნდა მეთქვა და ქართულად დავთარგმნე გონებაში ან ავონის მიცელარული რაღაცა ისა კანაბის რაღაცაო ხო და ესა გავიწმენდა მაგით თუ არა ჭადის ფქვილით ამოვიხეხავ ხო თქვი კვირაში ერთხელ ორჯერ და ან გარნიერის მკვებავი ფიქრიას გადამზადებული იმას ხოვის ამ ბოლოს უფრო რაც ცოტა ძალიან გამოშრა კანი კვდება ჩემი კანი ეტყობა კვდება არ ვიცი როგორ გითხრათ და ეხლა ვეღარსად ვეღარ გავდივარ ვერსად ვერ მივდივარ ეს ბოლო პერიოდი ჩემ ქმარსაც არ ვეუბნები რომ დიდ სავაჭრო ცენტრში წავმიყვანოს იმიტომ რომ იმდენი ხალხია ეს დღესასწაულების პერიოდში რომ აი უგემურად ვერ შეხვალ ვერაფერს ვერ ნახავ აი ვერა და აქვე ახლოში გაგეცინებათ ახლა რომ გითხრათ და ნივია ვიყიდე პატარა რაღაცა არ ვიცი მკვებავია ნივიასი მე ნივიას დიდი მომხმარებელი არა ვარ დეზოდორი კი შარიკიანი ხო და რა ვიცი ისა მეუთხარი შენი ჭირიმე დამატენიანებელი არ გარნიერის დამატენიანებელი ჟელე მაგ საერთოდ გარნიერი მომწონს ეთყობა რა იაფია და იორღა ხო და მეთხარი კვებავი მინდა არ მინდა დამატენიანებელი კვებავი ცოტა ისეთი მძიმე ცხიმიანი კრემი მინდა მეთქი და მომცეს რაც ხერში მოხდათ ამათაც რა ვიცი აი ჩემ პირდაპირ მაღაზიაში ავონის არ არის ცუდი რა წავიშვი აწერია დღისაო და ხა დღე ვისვავ თუ როგორც დავატყობ ხოლმე კაც ხან ღამე როგორც მომეპრია რომ ჩამოვიწმენდავ და ჩამოვიბ არ ასე რომ ვერ მოვიწონებ თავს და ვერ გეტყვით რომ ვაიმე როგორ აი გაჩვენოთ ჩემი თავის მოვლის არა ვერა არა მაგას თავის მოვლა არ აქვია რა აი მინიმუმ აუცილებლობას ვაკეთებ რომ სახე გავიწმინდო და რაღაცა რაც ხელში მომხდება წავიშვო და ეგ არ ხო და გამახსენდა მე ხა დავფიქრდი რა თქმა უნდა დედაჩემი ხა სულ მახსოვს დედაჩემს გახსენება არ უნდა მაგრამ გამახსენდა ჩემ ბავშვობაში დედაჩემი რას ისვავდა და გამახსენდა კრემი მამაჩემს ძალიან ეჯავრებოდა თუ დაინახავდა რომ დედაჩემი რამეს ისვავდა ნებისმიერ თვალებზე არ ისვავდა დედაჩემი ისვავდა პუდრა იყო ხოლმე პუდრა რაღაცა ფისო პუდრა თუ რავი რა პუდრა იყო ბამბაიდოში ხო და ეგ პუდრა და
ისა პომადას ისვოდა და ჩემი გარეთ თუ გადიოდა პომადას ალცვათ ისვოდა და თუ მამაჩემი დაინა თუ წასმული გამოვიდოდა და ჩემი მამაჩემს გზნობა არ აქონდა ვერ მოვიდოდა გონზე მაგრამ თუ დაინახავდა რომ ისვავდა ან საყურებს იკეთებდა ნუ რაღაც გასვლის წინ ხო რაღაც იმს მიდიო მაგა გამწეობა აქ მეტიო დასცინოდა ხო და გამახსენდა კრემი ლანკომე ერქვა მგონი რაღაცა თეთრი იყო ბურთივით და მაშინ აბა მაღაზიაში ეგეთი რამე სად იქნებოდა არ იყო და ყიდულობდა ხოლმე გადამყიდველებთან ხელზე რო ერქვა ხო და ვინც ახლა ჩემი ასაკისები მიყურებთ ხო იცით მაშინ ყველაფერი გადამყიდველებთან იყო და მე უკვე რომ მოვიზარდე უკვე მე-19 კლასში რომ ვიყავდი და ჩემი მოსკოვში დადიოდა და უკვე აღარ იყო პრობლემა იყიდიდა მაგრამ სანამდე არ დადიოდა მოსკოვში იმ დროს ვამო პატარა ვიყავ და ამ კრემს აყიდობდა ისეთი კარგად მახსოვს რომ 10 მანეთი ღირდა 10 მანეთი და ეს იყო კატასტროფა ნუ რა ვიცი ალბათ დიდი ხანი ყოფილი და არ ვიცი და ვაიმე ისეთი ის იყო ხოლმე ეს კრემი რომ ქონდა დედაჩემს და ისა რავი ან რატო ისვავდა რას აკეთებდა ის კრემი მოდა იყო და იმიტომ არ ვიცი რა ვიცი მაგრამ ფაქტი ისაა რომ დედაჩემს სახე ძალიან დაუნაოჭდა 50 წლის შემდეგ ძალიან დაუნაოჭდა დედაჩემს სახე და მე არა რავი მაგაში არ გამოვე მსგავსე ეთქო ხო და მერე გამახსენდა რომ ისა ნოშპა შემოვიდა მოდაში ხო და ეს ნოშპა იყიდებოდა ცალობით თელავში იმასთან გადამყიდველებთან რა იყვნენ წამლების გადამყიდველები და იქ იყიდებოდა ცალობით და დედაჩემი ყიდულობდა ხან 10 ხან 20 კაფსულა ერთი მანეთი ღირდა ერთი ცალი კაფსულა არ ვიცი დღეში 3 უნდა დაელია 2 1 არ მახსოვს და მე რო ვოლგოგრადში წავედი და ვმუშაობდი იქ აფთიაქში შევედი და ჩვეულებრივ იყიდება ეშენი ნევიგრამონი და 6 მანეთი და რაღაცა კაპიკები ღირს 50 ტაბლეტი მე უკვე აღარ გაუჭირდა დედაჩემს ნევიგრამონი თირკმელებზე სვავდნენ მოდა იყო ეგეც ხო და ეგენი გამახსენდა დედაჩემი რომ აკრემს ისვავდა და პუდრას იყრიდა ხოლმე ზედ აი მახსოვს ეს ფისო პუდრა არა დედაჩემის არ ვიცი ფისო არ იყო იმიტომ რომ ვარდისფერი იყო მგონი და ცოტა გებრიელი სუნი ქონდა და ეს ფისო პუდრა თელავში ქონდათ ბებიაჩემებს აი ესეთი კარდონია რაღაც მუყაოს კოლოფი იყო და იქაც ბამბაიდო რავი სად იყრიდნენ არ ვიცი სად ისვავდნენ ბებიაჩემები იმ პუდრას ხოლმე ვერ გეტყვით ო და ეგრე გამახსენდა ბაღნობა ამაობაში იხლა თქვენი იტყვით რომ ისევ არ მოიტანეოდა ნაყიდობები არ გვაჩვენიო ისევ დამეზარა მოტანა მოთრევა და მემრის იყოს ეხლა უფრო რატო გადავწყვიტე და არა დღეს არ მქონდა გეგმაში მაგრამ ლელას უნდა შემოუძახო მაგიტო ვარ მოსული კაი დროს გაგახსენდაო ლელა ვიცი რომ არ გადაახოს და მაინც ამნახავს ლელას უნდა შემოუძახო ლელა აბა ეხლა მოუყოჩაღდეთ დიდი არაფერი ხალხო ისა კარგად არის მშვენივრად და ლელა ახალ წლები მოგდის ოვამზადოთ ეხლა კუჭი ისაკენით ხალხო ნამეტანი ნიგზებს ნუ გადაყვებით თორე ხო იცით მე რაც იცის მაგ ნიგზიანებმა ან ხო და ლელას მინდოდა მოვფერებოდი კი წერ პირადში და კი მწერს პირადში და ვკითხულობთ ერთმანეთს მაგრამ მე ჩემი მხრიდან ასე ვიდეოთი უფრო მიადვილდება რომ ჩემი ლელა მოვიკითხო კიდევ მეორე აი ადამიანი ახლა იტყვით ადამიანი რო არ გინახიაო ახლა შემოხტაო და მანანამ დადო რამე ვიდეო თუ ვინ არის არ ვიცი ხო და ადამიანი არ გინახიაო და როგორო ახლა მართალია არ ვინახია მაგრამ ახლა აქ გაცნობილები ბევრი მყავს ხო რა ქვია ნინო პირადად მინახია ფიქრია ვიდეოებით მინახია ვიდეოში მინახია ისე რასაც ვიდეო თუ გამომიგზავის რამე ვიდეოთი და ლელა
ლელა ჩავთვალოთ რომ ერთხელ ამყავს დანახი რა ეს სურათებით ვიცი ლელა მაგრამ იმ ხელა სიახლოვე მაქვს ისეთი სიახლოვე მაქვს ისეთი ალბათ ეს ჩვენი ტკივილიც ძალიან გვაერთიანებს ლელასაც დედა დაეღუპა ხო და არ ვიცი ვერ გეტყვით აი რაღაცა ისეთი ახლა თქვენ რომ წერთ ხოლმე რომ დაწესავად მიმაჯერ ხარ თქვენ კი მხედავდით ხოლმე ყოველ დღე მხედავდით და უფრო ახლობლურად არა კაცო არა ბანანა არ არის ეს ფიქრიას მესიჯია ხო და მოკლედ ძალიან აი ძალიან მიყვარს ძალიან არ ვიცი როგორ გადმოგცეთ არ ვიცი ისე უგრძნობ რომ ლელასიც როგორ აუგრძნობ რომ აი ვიღაც ყავს შენიანი შენი შვილი დიშვილი ძმისშვილი აი დასაცავი და არ ვიცი როგორ გითხრათ აი არ ვიცი როგორ გითხრათ ცელი საღამო შევძახი ინოჩენტეს შევძახი სულ ლელაზე უყვები რაღაცა რა უკნა ყავყო რა უკნა ესეთი ვარ ხო და მოკლედ და კონკრეტულად აქედან მინდოდა რომ თან ჩემ ვიდეოს უყურებს და გაერთობა და მოვედი და ჩავწერე ვიდეო ხო და ვერ მოვიტანე ახლა აყიდობები მემრისთვის კიდე მომდევნო ვიდეოსთვის გადავდებ ამ დღეებში ალბათ კიდე ერთ ვიდეოს ჩავწერ ალბათ იმიტომ რომ ამინდებია ცუდი დედა ფიქრიას მესიჯები მოდის და რა მოხდა არ ვიცი ხო და ამ დღეებში იქნება და მოახერხო და ნახევარი თან იცით რა არის უკვე ზოგი ხო ჩავიც ზოგი მათვე ზოგი მახურას გაიფანტა ტავარი აი ესეც ეხლა არა ამ შემოდგომას ვიყიდე თეკა კაპიშონიანია ძალიან თბილია ერთხელ მეცვა ერთხელ მოვასწარი რა გარეთ რაზე მეცვა არ ვიცი შავზე მეცვა რაღაც ხო და ლამაზია და თან თბილია და კარგია სუბუქია ეს და ერთი ბორდოსფერი თუ ღვიძლისფერი რაღაცა მანტო ვიყიდე ერთად დავფიქრდები ხოლმე რა ჯანდაბათ მინდა ვყიდულობ ესეც ერთ-ერთი ნევროზია ეთყობა მაგით ვერთობი მე ხო ეხლა რაზე მომაგონდა ეს ვერთობი არ არის თემიდან გადახვევა თემას მივაბავ წეღანავს სკროლავდი და გადავაწყდი ერთ ვიდეოს როგორ უნდა შეიღებოს გაიკეთოს მაკიაჟი 80 წელს გადაცილებულმა ქალმა და იყო ქალბატონი ლამაზი ქალბატონი იყო ასაკისთვის რა 80 წელს გადაცილებული და ჭაღარეთმები ქონდა გაიკეთა ეს კონსილერი ეს ფონდოტინტას რა ქვია ტონალური მასქნა წაისვა თვალის კონტურები გააკეთა ცოტა ტუში დაიმატა წარბები და პომადა ვისაც ღია ფერის თმები გაქვთო ჭაღარაო და ისო ხო აუცილებლად მკვეთრი პომადა წაისვითო ცოტა რომ ჩადესო ისეთიო თქვა ეხლაო მზათავარო თქვა გამოვიბრანჭეო და წავალო ეხლა საშობაო ბაზრობაზეო რამეს შევიძენო ან საჭმელებს შევიძენო ან რამე მომეწონებო იმას ავიმაღლებო იმასო დაიცა ხასიათს გამოვიკეთებო და ავიმაღლებო განწყობასო ხო და ძალიან მომეწონა რა თქმა უნდა მომეწონა ესეთი ეხა რა თქმა უნდა მეტყვით რომ სად არის შვილო საქართველოში მასეთი ისოო რომ მოხუცებმა მასე გააკეთონ მესმის მაგრამ ჩვენ მოხუცებს სხვანაირი მენტალიტეტი აქვს რომც მისცე ჩვენ მოხუც ფული და წადი და რამე მაინც არ დახარჯავს და მაინც არის ქაშვილი და შვილიო და აი ეგ ცოტა მცდარი მიდგომა მაგას დაიცა ეხლა მოუბრუნდები თუ არა და ხო და მეტყვით მაგას მაგრამ რის თქმა მინდა იცით ელემენტარული ეთყობა მეც მაგით რაღაცებს რომ ყიდულობ და რაღაც შენაძენებით ცოტა ხასიათს ვიკეთებ თუ როგორ ვთქვა რა ვებღაუჭებიან ცხოვრებას თორე რა ვიცი ერთი გაფიქრება გავიფიქრებ ხოლმე ვაი ეს პატრონს რა ჯანდაბად გინდა ჩემი და ქალმა რომ მითხრა სუყურებში მიწუვის ის სიტყვები რომ ნანა არ გამომიგზავნო არაფერიო რაც ამაქო იმასაცო საით გადაყრიანო და საით წავაო ადამიანმა არის ისო გადმოვყარეო ჩემი ისინიო სამკაულები ძალიან უყვარდა ჩემ და ქალს სამკაულები და გადმოვყარეო და რომ უყურებდიო ვამბობდიო რომ რა თმინდა ან ვის უნდა დარჩესო არავისო და გადაყრიან ამ ყველაფერსო და
ხო და მეც ეგ ხანდახან რა თქმა უნდა მომაწვება ხოლმე ეგ ამბავი და ვიფიქრებ რომ რა თქინდა ნანა ნეტა რაც აგაკის გაწვითო და რა თქინდა რაღაცე ყიდულობ მაგრამ არა მინდა უკუვაგდებ ხოლმე მაგ ფიქრებს მეთქი მომიხარია და ჩავიცვე მერე გამოვიყენე მერე ჩავიცვე მომავაწე ჩავიცვე ხო ჩემთავს მე თვითონ ვამხნევებ მაგაში ხოლმე რა ვქნა თორე თუ ავყევი ცუდ ფიქრებს ვაიმე ჩაცმა და დახურვა კი არა გაღიმებაც არ მინდა ხო და ეგრე ხო და აი მიდგომას რომ შვილებს და შვილიშვილებს და აი აქ რო არიან და ვაი შავი დღით ვერ დადიან მე ყოველდღე ვხედავ ამ ადამიანებს ჩემ ქალაქში იმდენად არა ძალიან ბევრია აქ მაგრამ რავი ჩემ მხარეს არ აჩანან ქართველები ბევრი არიან მაგრამ რომ გავდივართ სხვა ქალაქებში რომ გავდივართ ქუჩაში რომ მივდივართ ისეთ პერიოდში გავდივართ ხოლმე ჩვენ სასეირნოდ რომ მანქანით რა რომ ის 2 საათი აქვს დასვენება ქართველებს მაგ დროს საღამოთი ზოგს აქვს 5-დან 7-მდე ზოგს ნუ ეხლა უფრო 5-დან 7-მდე რა ხო და გარეთ არიან და რამდენი ადამიანია ხანიანი ასაკიანი ხანდაზმული რო ქვია ნუ ასაკი ეხლა 60 და 60 ზემოთ უკვე ასაკი გაქვს 50 წლისაც ასაკი გაქვს მაგრამ ეხლა ისეთი არა რომ თქვა რომ აღარ იმუშაო ეგეთი არა მაგრამ მე ვამბობ იმას რომ ადამიანს როდესაც რაღაცას ტკივა როდესაც რა აწუხებს ვერ დადიან ხალხო აქ ვინც ჩამოვდივართ პირველი არის დარტყმა ფეხი და ფეხები და წელი იმიტომ რომ აი ამ ქვის იატაკზე უმეტესობა ხო ამ ქვის იატაკზე ვართ და ეს ძალიან მაშინვე გაგრძნობინებს ხო და ხედავ ადამიანებს რომ ძლივს დადიან ქალები ქართველები ძლივს დადიან აი რო იტყვიან ზოგისა ხვაც მესმის ხოლმე ისედაც რა თმინდა რომ შევხედავ უკვე ცნობ რო ქართველია ხო და არა უნდა აქ იყოს უნდა იმუშაოს იმიტომ რომ იქ უნდა გაუგზავნოს რომ იქ ჯერ შვილი იყო მისახედი და მოსაწყობი ახლა შვილი აგე წავიდა სკოლაში აი ცეკვა უნდა სიმღერა უნდა ეს უნდა ის უნდა და ეგ არ არის სწორი მიდგომა ეგ არ არის კარგი მასე მსჯელობა აი ძალიან ცუდია იმიტომ რომ და რო დაბრუნდნენ იმ ოჯახებს არ უნდათ რომ ესენი დაბრუნდნენ არ უნდათ აქ ძალიან მძიმედ იყო ქალი შეუგროვეს ფული დაეხმარნენ ცხოვრობდა რა ქალაქ ბარში ქირით რო ცხოვრობენ რა თქმა უნდა ქირას არავინ არ ახტევინებდა და მოკლედ და ძალიან დამძიმდა მდგომარეობა ხო და შეუგროვეს ფული ვინც იყვნენ რა ვიცი გარეთ და უყიდეს ბილეთი და გაგზავნეს სახლში დარეკა იქიდან ბიჭმან იმ ქალთან სადაც ცხოვრობდა და ისე აგინა რომ რა გითხრათ რომ ვინ გეკითხებოდა თქვენ და რატო გამოგზავნეთ და რამდენი მაგნაირი და რამდენი მასეთი და აი ეგ არ არის სწორი იმიტომ რომ გავიგე უჭირდა წამოვიდა გავიდა 10 წელი გავიდა 15 წელი ამ ადამიანსაც ასაკმა უწია აღარ შეუძლია დაბრუნდეს უნდა სახლში და თუ ვერაფერს ვერ ახერხებენ და თუ არ არის საშუალება ახალგაზრდა წავიდეს კაცო სხვა ოჯახის წევრი წავიდეს გინდა შვილი რძალი ქალი რა ვიცი ვინც იქნება და არ იქნება განა ეს ის არის რომ მე ასე ვფიქრობ არა ესე უნდა იყოს იმიტომ რომ ის რომ შვილი ყავს შვილის ვალდებულება მშობელმა უნდა აიღოს და არა ბებია არა ძალიან ცუდი რამეა ეს აი ხომერი ყველა ხო არ ამბობს არა ზოგი უიმე რა კარგად ვართ და არაფერი არ გვაკლია და მაგას ვინც იტყვის არა უნდა აიღო და აი კარგი უნდა შემოულა წუნო პირდაპირ ტუჩებში რომ კარგად ვარ როგორ ახარ კარგად რო კარგად მიხდიან კაი სამსახური მაგ კაი ხალხია როგორ ახარ კარგად მე მაგალითად რომ მუშაობდი ხო კარგად ვიყავი
პირველ სამსახურს თავი დავანებოთ, სადაც მაშინ შილებდნენ იქ არა. სიტყვაზე, კარგად ვიყავი სამსახურში, იმიტომ რომ ჩემ გემოზე, საჭმელს არავინ არ მაკლებდა, რასაც მინდოდა გავაკეთებდი, გინდა ღამისაც საათზე ტორტს გავთქვეფავდი, გინდა ხინკას მოახოდი, რასაც მინდოდა გაპირიქით, რასაც მინდოდა გავაკეთებდი. კი, მაგრამ არც დღე არ ახარ შენ გემოზე. იმით რომ სიტყვაზე აი ცუდად ახარ დღეს გატოკება არ გინდა, მაგრამ არა, უნდა იმუშაო. და ეს იმუშაო, მარტო ის კი არ არის სახლი კარი დაალაგო და არა ბატონო ის ოყნებს უნდა გაუკეთო, უნდა გამოცვალო, უნდა ჩაბანო, უნდა ყველაფერი გააკეთო, გინდა არ გინდა. ზედ შეიძლება გული გერეოდეს, მაგრამ ხო უნდა გააკეთო. ღამეში ვდგებოდი 3-ჯერ, 4-ჯერ ხან თითო საათით, 9 საათი, 1 საათი გვერდზე ვიჭი. ეს რომ სიტყვაზე გინდა საღამოა და იხუთებით, გინდა რომ ნახევარი საათი 15 წუთი გარეთ გახვიდე და გაისეირნო. ვერა. შანსი არ არის. და ეგ კარგად ყოფნა არის? კი, გააქვს დასვენების ერთი დღე. ჩემ დროს არ იყო ეს 2 საათი ყოველ დღე გასვლა, მაგრამ ეხლა აქვთ, მაგრამ ეგ რა არის? ეგ ყველაფერი არის სტრესი. რო გავდიოდი დასვენების დღე, ვაიმე გარბი ხარ, მატარებელმა არ გამასწროს დილით. მერე მთელი საღამო უკვე 5-ის მერე მთელი ყუბაზე საათს აკონტროლებ, მატარებელმა არ გამასწროს. მიხვალ სადგურში ყოველი მისვლაზე იმიშიში გაქვს, ვაიმე ეხლა რომ გაუქმდეს ეს და ვაიმე რა მოშველება და ვაიმე როგორ უნდა დაურეკო და ვაიმე იმდენი ეგ ყველაფერი არის სტრესი. გამოდი საათს უყურე, შედი საათს უყურე, ისაქენი ეს ამ დროზე ისაქენი ამ დროს და მაგას ვინც იტყვის რომ კარგად ავართო. არა ვართ კარგად, არა ხართ, არა. კარგი, ერთი გოგო იყო ესა და დედაჩემი ისეთი კარგად არის, შვილები რომ მიდიან, ბებოს შვილები რომ მიდიან, დედაჩემს ისეთ პატივს სცემენ, დედაჩემთან ერთად ყავას სასვავენ. აბდალი ხარ, ვიღაცა ხარ, შტერი ხარ, ისევ დედაშენი უდუღებს იმათ ყავას და მიართმევს და დიდი ამბავით ვიღა დედაშენთან ერთად ყავას ასვავენ. აი დედაჩემთან ერთად ყავას მიირთმევენ შვილები. რა თმინდა სუნო მიირთმევენ, რა ჯანდაბად მინდა. არა ხალხო, არა. თქვენ არ იცით რა არის ეს სამსახური, არ იცით რა არის ემიგრანტობა. აბა ყველა ემიგრანტს ვინც გამოდის და მღერაებში რო არიან და ცეკვა თამაშებში YouTube-ზე მაგ. მეგენი ხო საერთოდ დაგიჟებულები არიან, ჩემთვის ეგენი ჭკვიდან არიან გადასულები. მე რა მეჭირს კიდე. ხო და აბა კარგად თვალებში შეხედეთ, რომელიმეს თვალები უცინის, არა. არავით არ. ერთ გოგოს გადავაწყდი, რამდენი დედაჩემს დაურეკაო, ცრემლები მოსდიოდა გოგოს თვალებში, ცრემლები მოსდიოდა. იმდენიო არ მელაპარაკებაო და წავედი ეხლაო მეტყვისო, წავედი ეხლა აგერი სამაქ საქმეა, წავედი ეხლა ჭურჭელი მაქვს, აი ეხლა საჭმელი და 2 წუთის მეტიო დედაჩემი არ მელაპარაკებოდა, ვეხვეწები, ვეუბნები, ქალ დაიცადეო და ამელაპარაკებ. მე არ ვიცი ეხლა დედა, არ ვიცი რატო, მაგრამ ჩემთვის გავიფიქრე, იქნება იმ დედასაც უჭირს ამ შვილთან 28 წლის გოგო, არ ვიცი, შვილიც აყავს დატოვებული გონი. ხო და იქნება მეთქი ვიფიქრე რომ რანაირად ახლა დედას არ უნდა უდოდეს შვილთან საუბარი, მაგრამ ვიფიქრე იქნება ვეღარ უძლებს ამ შვილის ტკივილს ის დედა და იმიტომ არ ელაპარაკება, ეგეც ვიფიქრე. რა ვიცი ხალხო, ისეთი რთული რამეა ცხოვრება, რა გითხრათ. ხო რთულია და დანარჩენი კიდე ჩვენ ვართულებთ კიდე ყველაფერს, იმიტომ რომ აი სულ მეტი და მეტი გვინდა, აი რა კარგად არის ნათქვამი, კაცის გული ისეთია, ვითმორევი შავი ზღვისა. რა გინდ კარგი ცოლი ყავდეს, მაინც ენატრება სხვისაო. მე როგორ არის ეგ ლექსი? მახსოვდა და აღარ მახსოვს. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ფართოდ გაშლილი და მოკრეული გავაზევით, ვაიმე და აღარ მახსოვს ხალხო, დაბა ვიწყდა, ვაიმე აგენტვინი აღარ არის. რა გავქნა.
მე კიდევ ამბობ რომ ვავარჯიშებ მეთქი ტვინს და 1000 რაღაცა იმებს შვები მეთქი თავს დავასვათ ან არ ვიწერ რაღაცეებს რომ დავიმახსოვრო თავს ვაიძულებ რომ თარიღები დავიხსოვო რაღაცეებს იმაშვები მეთქი რომ ისა სულ არ დაჩრუნგდეს გონება მეთქი იმიტომ რომ ყველა კიდია ტელეფონზე ახლა ყველაფერი არის ტელეფონში ყველაფერი უწერიათ ტელეფონში საბანკო ისა მიბმული ტელეფონში ხო ყველას უხარია ტელეფონს რო გაატარებს და ტელეფონით იხდის ეს ყველაფერი რა რაც უნდა დაიხსოვონ თარიღები სად არის წასასვლელი მოსასვლელი საყიდლების სია სულ ყველაფერი ხო ტელეფონზეა მიბმული და აი ესეთი დამოკიდებულებაც არ მომწონს მასე რომ დამოკიდებული გავხდეთ ხდებით ტელეფონზე არ მომწონს კვეცნობიერი მეუბნება რომ ეს არ არის კარგი ხო და არ ვაკეთებ მე მასე ბევრ რამეს ვიმახსოვრებ არა საყიდლების სიასავ წერ ხოლმე ხან ტელეფონში და ხან პასტით მაგრამ ისე აი ექიმთან წასვლის თარიღები ის სულ თავს ვაიძულებ რომ დავიხსოვო და ცოტა ავლესო მაგრამ მაინც თავის დაჩრუნგდება ეს რა ქვია სპილო ელეფანტე უნდა მეთქვა აი ეგეც ამღუპავს მე რომ აზროვნებით თუ დავიწყებ აზროვნებას ხოლმე როდესაც იტალიელებზე ვფიქრობ ხო იტალიურად ვაზროვნებ თუ საქართველოზე და ჩემიანებზე და ქართველებზე ვფიქრობ ქართულად ვაზროვნებ და აი ეგეც აღუპავს ჩემთვის ხო და ეს ელეფანტე კიდე ეს სპილო ესეც ფიქრიას ნაჩუქარია და ესეც ფიქრია ახლა ვიფიქრე რომ წამოდი სპილოსაც გამოვაპლაკუნებ აქამეთქი ხო და ეგრე ხალხო მოდაშია მწვანე პერიოდ დამიწერეთ მოდას რა გითხრათ მე რა ვიცი სად მე და სად მოდა მაგრამ ისა რის წელი მოდის რისა გველის წელი მოდის ხო მე არა ვარ გველი მე ისწავლე მე არა ვარ ჰოროსკოპების მიმდევარი მე არა ვარ ცრურწმენების მიმდევარი აბსოლუტურად აი რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩემგან შორს ვაგდებ მაგ და ვთვლი რომ მორწმუნე ადამიანი არ უნდა იყოს ცრუ მორწმუნე ნამეტნავად ზომიერად შეიძლება ხო და მე მგონი რომ თუ არა ვცდები მამლის წელში უნდა ვიყო დაბადებული 69-იანი ვარ და რა ვიცით გეწოდინებათ მე მგონი რომ მამლის წელში დაბადებული ლომი ჰოროსკოპით ლომი ვარ ხო და ეგრე დავედი ახლა მე გავერთე თქვენთან დრო გავუყვანე გათბობა ჩართული მაქვს და ავდგები ახლა რა შევხედავ აქ არაცხელა მაგრამ იქ სამზარეულოში როგორ იქნება შევხედავ და გამორდა იმიტომ რომ არ მიყვარს ძალიან სითბოში ძილი აი ოთახში თუ თბილა იქ მე გემრიელად ვერ დავიძინებ ხო და ძალიან არ მიყვარს რომ ძალიან დათბეს რა მოკლედ თან კიდე იტალიაში ვარ ხალხო ის ხო არ არის რა ქვია საქართველოს ყინვები არა არაცია ეხლა არ ვიცი 8 გრადუსი იქნება რა ყოჩაღი გოგო არ ვიბჭყიალებ ჭხილებს აჰა რა გინდა აიკეთე და იყავი დავედი თუ კიდე რამე მინდოდა მეთქვა და ან რამე იყო საპასუხო არ მახსოვს კიდე მოვალ ამ თოში ერთ ვიდეოს მაინც კიდე მოვალ ვაიმე ხალხო კარგი გამომუშავება არა ხალხო ეგრე არის ფიქრობთ რომ ვინმე უცხო მიყურებთ მაგი არის ფიქრობთ რომ ნანას აი მაგის თუ არ მინდა გინდა გამომუშავება კი არა არც ფულით არ ვიცვლები არც უფულობით არ ვიცვლები ეგრე ვიქნები ვერაცა ვარ ისა მაგრამ ჩემ თავს დავცინი რა მართლა მინდა ყველაფერი არის გადაჩვევა მე თუ მოდიხარ ხშირად ისევ მიჩვევა გთხოვს რომ ჩაწერო ვიდეო ხო და დღეს მაგალითად გუში რომ მორჩი ვიდეოს ჩაწერა უკვე მინდოდა ვიდეოს ჩაწერა გეფიცებით ხო და თქვი ხვალე კიდე ვიდეოს ჩავწერთ ხო და
მე აღარ მინდოდა მე დილით თქვი რომ იმე არა ეხლა სადამაკ ამ გვიანავდექი მე სანამ სადილი სანამი აიღოა თანამინდიც ისეთი იყო რომ დაწედა დაიძინეო რა ხო და ისა აღარ მინდოდა მე მაინც მომინდა ლელას გამო რომ მეთქი ჩავწერ ვიდეოს რომ ლელა უყურებს და გაერთობა წავედი მოკლედ აბა ჰოს გეტყვით ახლა მე თქვენ ხო და ეგ არის ფიქრობთ მეთქი რომ არიქა ახლა ნანა მართლა ფულის გამო მოდისო არა მინდა ხალხო მინდა რომ მოვიდე და ქართულად მაინც დავილაპარაკო თქვენთან და მაგიტომ მოვდივარ ხო და ვინც გაიგებს ვინც არ გაიგებს და მაინც სხვადასხვა უნდა რომ გაიგოს როგორც უნდა ისე გაიგოს არა მაქვს პრეტენზია არავის არ ვეკამათები არავის არ ვებრძვი ხო ამ წინა ვიდეოს გუშინდელ ვიდეოზე რა ვიცი არავინ არ გამოჩნდა არ მეტაკა არავინ არაფერზე და არაფერი ცუდი არ დაწერილა იმ ვიდეოზე რავი რამდენი ხალხი დაბლოკე და წავშალი ვერ გეტყვით ვაიმე არა ჩანს აი ხა ცოტა გამოჩნდა ღია წითელიც არ არის აი სისხლისფერი კარგი წითელია რა მოკლედ ჩვენისფერი არ არის მე მგონი ჩემი ტელეფონი უკვე ფერებში ურევს რა მაგრამ ახლის მყიდველი მე არა ვარ ჯერ კომპიუტერი უნდა ვიყიდო აი ჩამოვიდეს არა და რა ჩამოვიდეს ეხლა იქნებოდა ფასდაკლებები ნახოთ იქნება ამ კვირაში წავიდე ხვალე არა ხვალე ისევ დღესასწაულია აქა და ზეგიდან შეიძლება 1-2 დღე შეიძლება წავიდე და ვნახო არ ვიცი რა კომპიუტერი მინდა რომ ვიყიდო ახალი ნახოთ აბა ჰაი და აბა ხო